iPhone-ი თუ Samsung-ი სულ მაგაზე მიდის ლაპარაკი, დანელ რომელი ვიყიდო, კიდევ ვიძახიო გემოვნების თემა, ვის რომელი მოწონს. ასევე სისტემა, iOS-ი მოგწონს, iOS ყიდულობ, Android-ი მოგწონს, Android-ს. ეხლა ვიტყვით 17 Pro Max-ში რა გაუმჯობესდა, S26 Ultra-ში რა გაუმჯობესდა და ასევე რომელი ჯობია. და მითხესო, აიო, კაცო, ამ Samsung-ზე რო იძახიო, არაფერიო, Apple-მა რა გაუმჯობესაო. მაგასაც აუხსნი რა სხვაობა, იმასაც აუხსნი რა რაში ჯობია. დავიწყებ Samsung-ით. S26 Ultra უკან გადადგმული ნაბიჯი არისო. ალუმინის კორპუსი გაუკეთეს და არა ტიტანი და ასევე ანტიბლიკური ეკრანი აღარ აქვს. ეგ ორი ჩემთვის არის ძალიან დიდი მინუსი. ეხლა წავედით პლუსებზე. თუ რა გაუმჯობესდა. ახალი ეკრანი M14, რომელიც არის საოცარი ეკრანი და ეგ არის ძალიან დიდი გაუმჯობესება. მაგრამ მაგას ავთვლი ინოვაციად რატო? 2 წელია ეგ ეკრანი აყენია Apple-ში და Pixel-ში. ანუ Samsung-ი 2 წელია თავის ბოლო მოდელ ეკრანს აძლევს ამ ორ კომპანიას და თვითონ არ აყენებდა, იმიტომ რომ წარმოება მიჯდება ძვირიო, საკუთარ ეკრანზე ელაპარაკი. ეგ არის ძალიან დიდი სიღოვე. ამიტომ მაგას ინოვაციად ვერ ჩავთვლი. რომ ეუბნებით, რომ რა გინდა Samsung-ში ყველაზე მაგარი ეკრანი ქონდა, არ იყო ეგ. ეხლა ავხსნი M13 და M14 ეკრანში რა განსხვავება, M13 ეკრანი, რომელიც აქამდე ეყენა Samsung-ს. არის 8 ბიტიანი. ეს ნიშნავს, რომ აქვს 16 მილიონი ფერი. 10 ბიტიან M14-ს რაც შეეხება, არის უკვე მილიარდზე მეტი ფერი. ანუ ლოგიკურად 16 მილიონ ფერს მილიარდზე მეტი ფერი ჯობია. არის უფრო ენერგოეფექტური, ბევრად კარგი გამოსახულება და ძალიან მაგარი ეკრანი. კამერები, რაც გააკეთა Samsung-მა. Selfie დატოვა იგივე, უკანა კამერა, ისევ იგივე მოდული 200 მეგაპიქსელი და ცვალებადი დიაფრაგმა 1 და 4, ანუ რაც დაბალია დიაფრაგმა, უფრო მეტი შუქი შედის და ღამე იღებს უკეთესად. კი ბატონო. მაგრამ დღეს შედის მეტი შუქი და ზოგიერთ მომენტებში ძალიან ცუდ ფოტოს იღებს. ამიტომ უნდა გაეკეთებინა ცვალებადი დიაფრაგმა, რომელიც შემდეგ წელს პირველი დააყენებს iPhone-ი Samsung-ზე აქვს შეკვეთილი და მერე დააყენებს Samsung-ი თავის ტელეფონში. ეხლა ვილაპარაკოთ რა გაუმჯობესდა 17 Pro Max-ში. ვიღაცა მომითხრა, რომ აიო, არაფერი გაუმჯობესებულა. კორპუსი, რა თქმა უნდა, ესე ის უკან წავიდნენ ალუმინზე. ეხლა ვიღაცა იტყვის ნაკლებად ცხელდება, ასე ისე შეეძლო ორივესო უკეთესი გაგრილება დაეყენებინა, ტიტანი დაეტოვებინა. სამივე კამერა 17 Pro Max-ში შეიცვალა, აყენია 48 მეგაპიქსელი. სულ არაფერი გაეკეთებინა Apple-ს მარტო selfies კამერის გულისთვის იყო ინოვაცია. ეგეთი ჯერ არავის დაუყენებია, 12-დან არის 18 მეგაპიქსელი და რაც მთავარი არის 4-კუთხედი სენსორი. რას ნიშნავს 4-კუთხედი სენსორი? როდესაც 3, 4, 5, 6 კაცი ხართ, როდესაც selfies იღებ, ეს სენსორი ესე იწევა, 4-კუთხედია, ყველა ეტევი და იღებს საოცარ ფოტოებს. ანტიბლიკური ეკრანი დაამატა. ეგეც რა თქმა უნდა ინოვაცია, მზეზე იდეალურად ხედავ, რაც Samsung-ი პირიქით უკან წავიდა. რაც მთავარი იყო, ისენი გაუმჯობესა, ელემენტი გაიზარდა 400 მილიამპერით. 400 მილიამპერი Apple-ზე ნიშნავს, რომ 20-25%-ით უფრო დიდხანს ყოფნის ელემენტი. ეს თუ გაუმჯობესება არ არის, რავი, მაშინ რაც საჭირო იყო, ის გაუმჯობესა. ხა პროცესორებზე არ დავიწყებ, იმიტომ ყოველ წელს ახალი პროცესორი ყენდება და ძველიც ყველაფერს კაჩავს და ყველა თამაშს და ასე შემდეგ და ეგ არ არის ინოვაცია. ეხლა რაც შეეხება, თქვენ ყველა მიცით, რომ ყოველ წელს გამოდის ახალი Apple-ის ტელეფონი, გადავდივარ Apple-ის ტელეფონზე, გამოდის ახალი Samsung-ი, გადმოვდივარ ახალ Samsung-ზე. თან ყველაფერი Apple-ის მაგ გავყიდი, ყველაფერს Samsung-ს ვხტულობ და წელსო გამოვიდა Samsung-ი, ვიყიდე, ოღონდ ჯერ iPhone-ი არ გამიყიდია და არც ვაპირებ ხრჩები iPhone-ს და რატო. დავიწყებ კამერით. ეხა ვიღაცეები დაიწყებენ არა იძმაო ესე. Apple-ს ვიდეო გადაღებაში ალბათ კიდე რამოდენიმე წელი ვერავინ ვერ აჯობებს. ჩემთვის თავარი არის ვიდეო გადაღება.
ფოტო გადაღებას რაც შეეხება Samsung-ს და Apple-ს უკვე ძალიან ბევრმა ტელეფონმა აჯობა, თან ძალიან აჯობა ფოტო გადაღებაში და ფოტო არც ერთი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ვიდეო Apple და მერე Samsung-ი. ეს ორი ტელეფონი იღებს საუკეთესო ვიდეოს. რაც შეეხება ხმას. ხმა Apple-ზე არის ბევრად კარგი. გინდა ტელეფონში, გინდა ყურსასმენებში. ყურსასმენებს არ შევადარებ, იმიტომ 10 თავით მაღლა დგას Apple-ის ყურსასმენი. მით უმეტეს ახალი რაც გამოუშვა Samsung-მა ახლა 32 ბიტიდან 24 ბიტზე ჩამოწია. არ ვიცი რატო აკეთებენ ამას, ეგეც ძალიან დიდი დაუნგრეიდი. აქსესუარებსაც არ შევეხები, საათი Samsung-ი და Apple-ი ცა დედამიწა Apple-ი ისე ჯობია. ეხლა რაც შეეხება Elements. ვიღაცები რო წერთ, რომ აი Samsung-ის Elements ყველაზე მაგარია და რაღაცეები და თან ისიც ომიდის ლაპარაკი Apple-ის მომხმარებელი ზიანო შტეპსელთანო და სულტენიანო. Apple-ზე კაი ელემენტი. ეს 25 Ultra-დან გადავედი 17 Pro Max. ალბათ 40% უკეთესად ყოფნის. იმას რომ დღეში ორჯერ ვტენიდი, ერთ დღეში ტელეფონი ვერ დავსვი. ეს 26 Ultra, იგივე ელემენტი 5000 დატოვეს და 17 Pro ჯობია ელემენტით. Max-ი აღარ მაქვს ლაპარაკი. ასე რომ ელემენტით, ხმით და ვიდეო გადაღებით მერჩევნია Apple. ფოტო გადაღება რაღაცაში ისჯობია, რაღაცაში ესჯობია. ეკრანი ორივე საოცარი აქვს, Apple-ის ცოტა ნათელია. რაც შეეხება სისტემას. Android-ი თუ iOS-ი. მე ორივე მიყვარს. Android-ი უბრალოდ უფრო კომფორტულია, ბევრად ადვილი მოსახმარია ჩემთვის და არ არის ჩაკეტილი. ეხლა ვიღაცა Android-ი ჭედაოს რაღაცებს ვიძახით, არც ერთი სისტემა არ ჭედავს და ორივე დაფრინავს დღეს თუ ბოლო მოდელის ფლაგმანი გაქვს. ან Samsung-ი, ან Apple-ი, ან Google-ი, ან OnePlus-ი, Xiaomi-ზე და რაღაცაზე არ ვიტყვი. ეხლა ვიღაცა გამოხდება 17 Ultra ყველაზე მაგარია და რაღაცა სისტემა ნაგავი, რომელსაც ყოველთვის აქვს პრობლემა. Sony-მ რომელიც ყველაზე მაგარ კამერებს აწარმოებდა ბაზრიდან რატო გავიდა, რაღაცებს უშვებს, მაგრამ მომავალი არ ქონდა, soft-თან ვერ ქონდა, ვერანაირად ვერ ააწყო ისე რომ აი რაღაცა სისტემასთან კავშირი ნორმალური და სულ პრობლემატური იყო, თორე მაგარი ტელეფონი იყო. ვიღაც რაღაც ტელეფონებს 7000 მAh აქვს და რო გონიათ რომ 7000, ახან 7000 აქვს, ჯობია, არ არის ეგრე. Samsung-ი არის, ვიტყოდი, ალბათ ყველაზე მაგარი Android-ი 5000 ელემენტით ამდენ ხანს რო ძლებს. Samsung-ზე ბევრად კარგი ოპტიმიზაცია აქვს. Apple-ს კიდე, Apple-ის შემდეგ მოდის ოპტიმიზაციაში Samsung-ი. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, პიქსელი, რომელიც სუფთა Android-ი და თვითონ აწარმოებს, სისტემა მაგისია, მაინც ვიტყოდი, რომ Samsung-ს უკეთესი ოპტიმიზაცია აქვს. ასე რომ გემოვნების თემა, რომელიც გინდა აირჩიე, წელს ჩემი არჩევანი არის 17 Pro Max. 18 Pro Max-ი რო გამოვა, ნახოთ რა იქნება. ყველა ვარიანტში გადავალ გასატესტად და მე S27-ო გამოვა, თუ აჯობებს გადავალ. კი ბატონო, იმიტომ რომ მე არც ერთის ფანი ვარ, არც მეორესი, ორივე ძალიან მიყვარს, არც ერთ სისტემაზე მიჩვევის პრობლემა არ მაქვს. ასე რომ რაც საუკეთესო იქნება დავიტოვებ ჩემთვის. ჩემთვის პრიორიტეტი არის ელემენტი და ვიდეო გადაღება და ხმა. ფოტო გადაღება საერთოდ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ვიღებ ვიდეოებს, ფოტო შეიძლება წლები გავიდეს, არ გადავიღო. და ელემენტი არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი დღე მეყოს. რაც Samsung-ზე ერთი დღე არასოდეს არ მყოფნია და iPhone-ზე სრული ერთი დღე მყოფნის. დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, თუ საინტერესო იყო ეს კონტენტი, შეიძლება გავაგრძელო ტექნიკის აღწერა, უკვე ლაივში შევადარო ტელეფონები, გადაღებები და ასე შემდეგ, ლეპტოპები და მიყვე ტექნიკის კონტენტს და სუნამოს კონტენტი, ან ხანდახან მექნება, ან აღარ მექნება YouTube-ს. აბა ნახვამდის.